საღამშვიდობის ყველას, მოგესალმებით და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, იმედი მაქვს, რომ კარგად ახართ. მოკლედ ახლა დავაწვინე ანაბელი და ვიწყებ ვიდეოს მესამე ნაწილის ჩაწერას, რომელიც დაგპირდით და დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ცოტა შედარებით შორეულ გეგმებზე, ანუ ჩამოსვლიდან სადღაც ერთი თვის განმავლობაში უკვე რო უნდა მოაგვაროთ და შემდეგ ნაბიჯებზე და მინდა რომ შეგახსენოთ რომ ბოლო ვიდეოში, ანუ ვიდეოს მეორე ნაწილი იყო ჩემი ბოლო ვიდეო, რომელშიც გესაუბრეთ ახლო გეგმებზე, ჩამოსვლიდან, რომელიც 2 კვირის განმავლობაში უნდა შეგესრულებინათ და დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ცოტა გრძელვადიან გეგმებზე, რომელიც სადღაც ჩამოსვლიდან ალბათ 1 თვის განმავლობაში უნდა მოაგვაროთ და ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს თქვენი გეგმები განახორციელოთ. მოკლედ დავიწყოთ. შემდეგი პირველი რაც დაგჭირდებათ ჩამოსვლიდან სადღაც 1 თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არის ეს, რომ თქვენი ვიზა უნდა გააგრძელოთ. აქამდე როგორც ვიცი და ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და აქტუალური ინფორმაცია ჯერჯერობით არის ის, რომ ყველა იმ ქართველს, რომელიც ტურისტულად ჩამოდის, ესე იგი 3 თვით 90 დღის განმავლობაში გერმანიაში, არ სჭირდება არანაირი ვიზა. ეს ვიზა ლიბერალიზაცია 2017 წლიდან არსებობს, როგორც ვიცი და ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩამოდიხართ გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თბილისში, გერმანიის საელჩოში, რომ ჩამოიტანოთ მოკლევადიანი ვიზა. ადრე ასე იყო და ახლა ამჟამად ვერ გეტყვით, როგორ ხდება იქ აი ამ ვიზის აღება, მაგრამ მე როდესაც ჩამოვედი 23 წლის უკან, ასე იყო, რომ მოკლედ შენგენის 3 თვიან ვიზას გაძლევდნენ. მე როგორც იცით, გერმანულ ოჯახში ძიძად ჩამოვედი ბავშვებთან სამუშაოდ და მაშინ ასე იყო, რომ თბილისში, გერმანიის საელჩოში მომცეს შენგენის 3 თვიანი ვიზა და სადღაც 1 თვის განმავლობაში ჩემმა გასთმუთერმა, ანუ ჩემმა ოჯახის მასპინძელმა ქალბატონმა, ასე რომ ვთქვათ ქართულად, წამიყვანა უცხოელთა დაწესებულებაში, ანუ ამას გერმანულად Ausländer Behördes ეძახიან და გამიგრძელა ვიზა 1 წლით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ძიძა ოჯახში რჩება 1 წლის განმავლობაში და თქვენ თუ ახლა მოდიხართ სამუშაოდ ან სასწავლებლად გერმანიაში, ამ შემთხვევაში როგორც შევიტყვე და მოვიძიე აქტუალური ინფორმაცია არის ის, რომ ასევე თბილისში, გერმანიის საელჩოში უნდა აიღოთ გერმანიის 3 თვიანი ვიზა და შემდეგ ჩამოსვლიდან სადღაც 1 თვის განმავლობაში უნდა წახვიდეთ აქ უცხოელთა დაწესებულებაში, ანუ Ausländer Behördeში და ამ ვიზას გაგიგრძელებენ და გადაიქცევა ეს ვიზა ბინადრობის ნებართვად გადაკეთდება, ანუ აქ ეძახიან ამ ვიზის გაგრძელებას შემდეგ, როდესაც 1 წლამდე გიგრძელებენ, ამას მე ზუსტად ვერ გეტყვით, ამას მხოლოდ უცხოელთა დაწესებულებაში, როდესაც მიბრძანდებით, მაშინ გეტყვიან, თუ რამდენ ხნიან ვიზას მოგცემენ და მოკლედ ამ დროს ხდება, ანუ ვიზა, თქვენი 3 თვიანი ვიზა გადაიქცევა ბინადრობის ნებართვად, ანუ გერმანიაში ბინადრობის ნებართვას ეწოდება Aufenthaltstitel. ანუ ვიზა გადაიქცევა Aufenthaltstitelად. მოკლედ, ჩემ დროს პასპორტში გირტყამდნენ ამ შენგენის ვიზას და შემდეგ ბინადრობის ნებართვაც პასპორტში ხდებოდა ამ ყველაფრის გაგრძელება და ახლა როგორც ვიცი, ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულად და გაძლევენ კარტას და აი ამ კარტაზე არის ყველა ის მონაცემი, რომ თქვენ გაქვთ გერმანიაში ბინადრობის უფლება. მოკლედ, ჩამოსვლიდან 1 თვის განმავლობაში უნდა იზრუნოთ აუცილებლად ვიზის გაგრძელებაზე, როგორც გითხარით. მეორე პუნქტი ეს იქნება, რა თქმა უნდა, ტელეფონი, თქვენ საქართველოდან წამოღებული SIM კარტა
არ გამოგადგებათ და აქ უნდა შეიძინოთ, რა თქმა უნდა, გერმანული ნომერი და გქონდეთ ისეთი ტელეფონი, რომელშიც გადის ყველა SIM-კარტა, ან ტელეფონის შეძენაც, რა თქმა უნდა, მაშინ თუ ასეთი ტელეფონი არა გაქვთ, გერმანიაში მოგიწევთ და რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ გერმანული SIM-კარტა, ანუ გერმანული ქართულად რა თქვია მაგას, გერმანული ტელეფონის ნომერი, რომ დაგიკავშირდნენ, აუცილებლად ჩამოსვლიდან რამოდენიმე ხნის განმავლობაში აუცილებლად დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, გერმანული ნომერი და ასევე ინტერნეტის ჩართვა, არა მარტო ინტერნეტი მობილურზე, არამედ სახლშიც დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ინტერნეტი და გერმანიაში Wi-Fi-ს VLAN-ს ვეძახით. და საქართველოში, როგორც ვიცი, ინგლისურად Wi-Fi-ს ეძახიან. მოკლედ, ტელეფონი და ინტერნეტი იქნება ეს მეორე ნაბიჯი, რომელიც უნდა განახორციელოთ ჩამოსვლიდან. ალბათ ერთი თვეც ალბათ ვერ დაელოდებით ამ ყველაფერს. და მესამე პუნქტი იქნება, რა თქმა უნდა, ის რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ Sprachkursები, ანუ ენის კურსები, რომელიც შეგიძლიათ თუ კი სასწავლებლად ჩამოდიხართ თვითონ გოეთეს უნივერსიტეტში არის გოეთეს ინსტიტუტის სხვადასხვა კურსები, იქნება ეს დამწყები კურსი, იქნება ეს შემდეგი კურსი, თუ დამწყები არ ახართ გერმანულ ენაში, ასევე აუცილებელია გაიაროთ ინტეგრაციის კურსები. ზოგი ვიცი, რომ საქართველოში დამთავრებული აქვს გერმანისტიკა და ჩამოდის აქ და საერთოდ გერმანულს ვერ ლაპარაკობს, რადგან თეორიულად ნასწავლი გერმანული კიდევ სულ სხვა, ვიდრე აქ რომ ჩამოხვალ და გერმანიაში რომ უნდა ისაუბრო, მაშინვე ეს ცოტა ძნელია და მერწმუნეთ, რომ ახალი ჩამოსული რო ხართ, ჯერ ყური უნდა შეეჩვიოს გერმანულ ენას. მე მაგალითად ახალი ჩამოსული რო ვიყავი, საკმაოდ დრო დამჭირდა 1-2-3 თვე, სანამ მივეჩვეოდი, რომ ვინმე რაღაცას რომ მეტყო და შემეკითხებოდა, რომ ან ჩემი გასწმუთერი, რომ გერმანულად უნდა მეპასუხა. ხანდახან ქართული სიტყვები ესე ავტომატურად მოდიოდა და ხანდახან ქართულად ვცემდი ხოლმე პასუხს ჩემს გასწმუთერს. ასე რომ აუცილებლად უნდა მიეჩვიოს ყური გერმანულ ენას და რაც არ უნდა მაგრად იცოდეთ თქვენ გერმანული, როცა აქ ჩამოდიხართ, რაც არ ამგონია, მაგრამ თუ სასწავლებლად ჩამოდიხართ, ალბათ გერმანულ ენაში გარკვეული საფეხურები გავლილი გაქვთ საქართველოში, ვფიქრობ, რომ ასეა და აქ მაინც დაგჭირდებათ გერმანული ენის კურსების გავლა. მერწმუნეთ და ეს ინტეგრაციის კურსიც ძალიან გამოგადგებათ და შეგიძლიათ ეს კურსები თვითონ გოეთეს უნივერსიტეტს აქვს გოეთეს ინსტიტუტის კურსები, როგორც ვიცი, და შეგიძლიათ ნებისმიერი საფეხურის კურსი გაიაროთ, ან არსებობს ეგრეთ წოდებული Volkshochschule, ანუ სკოლა და იქ შეგიძლიათ გაიაროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი და თქვენზე მორგებული კურსი, რომლის შესაბამისი ცოდნაც თქვენ ამ ეტაპზე გაქვთ. მოკლედ, აი ამ კურსების გარეშე ვფიქრობ, რომ პირდაპირ სწავლის დაწყება აქ არ იქნება მიზან შეწონილი. აუცილებლად გირჩევდით, რომ აქ რაიმე კურსი მაინც გაიაროთ, რაც არ უნდა მაგრად იცოდეთ გერმანული ენა. ეს მომავალში ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო თავისუფლად იგრძნოთ აი უნივერსიტეტში სწავლისას თავი, იქნება ეს უნივერსიტეტი, თუ FH და თუ ტექნიკური ინსტიტუტი და ასე შემდეგ. თუ აუსბილდუნგის მიზნით ჩამოდიხართ აქ, მაინც ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ კურსის გავლა ან Volkshochschule-ში, ან გოეთეს ინსტიტუტში, ან ინტეგრაციის კურსები.
მოკლედ, სულ ეს იყო, რაზეც დღეს მინდოდა თქვენთან მესაუბრა, რა თემაზეც და თქვენ რომ არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი მე ახლა დამესიზმრა და ჩემს სიზმარს გიყვებით, მინდა აუცილებლად რომ ლინკი დაგიტოვოთ აღწერაში, თუ საიდან მოვიძიემ ეს ინფორმაცია და რომ არის აქტუალური, იაქტიურეთ კომენტარებში, მე ძალიან მიხარია ნებისმიერი თქვენი შეკითხვა და მე შეძლების დაგვარად შეიძლება მაშინვე ვერ გიპასუხოთ დასმულ კითხვებზე, მაგრამ აუცილებლად ვიპოვით დროს, რომ რამოდენიმე დღეში მაინც გაგცეთ პასუხი დასმულ შეკითხვაზე. მოკლედ, დღეისათვის კი სულ ეს იყო. ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაკა სირბილაძე დროებით. მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის.